წინააღმდეგობის პლატფორმის მხოლოდ ერთ საკითხზე ჩატარდა, ეს არის მეგობარი აქტის გაგრძელება, ანუ ის სიები, რაც ვნახეთ და მე მგონი საჭირო არის, რომ ჩვენ ამ თემას დაუბრუნდეთ, რადგან ეს არის მაჩვენებელი იმისი, რომ ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ეს ყველამ ვიცით, 6 თვე არის, რაც გრძელდება კრიზისი, რაც პარალიზებული არის ქვეყანა, მაგრამ მეგობარი აქტი და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა და რომელიც ეხება პრაქტიკულად ყველა ოცნების მაღალ ჩინოსნებს და ალბათ ამითი არ თავდება, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ ამავდროულად იზოლაციაში, ქვეყანა შედის იზოლაციაში ჩვენ მთავარ პარტნიორებთან, ერთის მხრივ ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად ოცნების წარმომადგენლები ისე თუ ასე ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ მათ და მეორეს მხრივ ამერიკასთან და ყველამ ვიცით, რომ ეს სია იმას ნიშნავს, ხვალ სენატში, ხვალ თუ ზეგ სენატში გაივლის ეს სია და შემდეგ დაელოდებიან, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი, მაგრამ უკვე მოქმედებს ეს სია, იმიტომ რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა საზღვრებზე და ყველა ქვეყნებში უკვე ეს გვარები და სახელები ცნობილია. ეს არის კრიზისი ზოგადად ქვეყნისთვის და ერთადერთი გზა გამოსვლის ამ კრიზისიდან, რომელზედაც არის მთლიანად პასუხისგებელი ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები, როდესაც ცდილობენ რომ თქვან, რომ ხან ევროკავშირი არის პასუხისგებელი ჩვენ იზოლაციაზე, თუ ამერიკა არის პასუხისგებელი იმაზე, რომ ჩვენ ცუდ დღეში ვართ, არავინ არ არის პასუხისგებელი გარდა ის ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად შეიძლება რუსეთის ინსტრუქციებით, მაგრამ ერთპიროვნულად მართავს ამ ქვეყანას და მიყავს ჩიხში. მიყავს უფსკრულში. აქედან გამოსვლა კიდევ ერთხელ აუცილებელი არის, რომ ეს გავიმეოროთ, არის არჩევნებით, ახალი არჩევნებით, ეს არის გამოცდილი ფორმა ყველა ქვეყანაში, როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან, ისე რომ ეს გამოსვლა იყოს მშვიდობიანი, არ გამოიწვიოს ახალი დესტაბილიზაცია, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემები, იმიტომ რომ 6 თვე არის ეს ქვეყანა გაჩერებულია, არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, არც ერთ მიმართულებით, რომ რომელიმე გამოწვევა იყოს გადაწყვეტილი და ამ ქვეყანასთვის დღეს საჭირო არის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები და არჩევნებით გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და მივიღოთ საჭირო ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ ქვეყანას გააცოცხლებს. ეს ქვეყანა არის დღეს გაყინული. ამისი მაჩვენებელი არის მეგობარის აქტი, მაჩვენებელი არის იმისი, რომ დღევანდელი ქართული ოცნება და ივანიშვილი რას უკეთებენ ქვეყანას უკვე ყველამ დაინახა, ჩვენმა ყველა პარტნიორმა დაინახა და ეს ასე ვერ გაგრძელდება. ამიტომ ყველამ უნდა გონს მოეგოს, ყველამ უნდა გამოიყენოს ყველა მის თან არსებული საშუალება, ვინც რაღაცაში პასუხისგებელია და თანამდებობაზე არის, ალბათ შეიძლება თავს უშველოს და ვინც თავს ვერ უშველის, მათი გადასაწყვეტი არის, მაგრამ ქვეყანას უნდა უშველოთ და ამას უნდა უშველოთ ერთად, იმითი რომ ყველამ ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არჩევნები არის დასანიშნი სასწრაფოდ, იმიტომ რომ ქვეყანას უკვე დრო აღარ ყოფნის იმისთვის, რომ გამოვიდეს ამ ღრმა ჩიხიდან. დიდი მადლობა.